საქართველო ევროპული ტურიზმის რუკაზე სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნებისა და კურორტების მიმართ საერთაშორისო ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, რაც გლობალურ პლატფორმებზე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციონირებაში ვლინდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბერლინში გამართული ITB Berlin 2026-იც, სადაც საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის, იმერეთისა და სვანეთის რეგიონულ ორგანიზაციებთან და 15-მდე კერძო კომპანიასთან ერთად 100,000-მდე ვიზიტორს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ქართული ღვინის დეგუსტაციასთან ერთად სტუმრები ინფორმაციას კურორტებისა და იმ ღირსშესანიშნაობების შესახებ იღებდნენ, რომლებმაც გასულ წელს მხოლოდ გერმანიიდან 83,000-ზე მეტი მოგზაური დააინტერესა. მთლიანობაში ეს აქტივობები მიმართული არის ამ შემთხვევაში გერმანულ ბაზარზე. იცით, რომ გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, ძალიან ბევრი ფრენა გვაქვს. გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობა და ჩვენც მსგავსი ტიპის აქტივობებით მუდმივად ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს გერმანიის ბაზარზე, რათა ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში. ამ გზით კიდევ უფრო ცნობადი ხდება საქართველოს მთელს ევროპაში, უფრო მეტიც მთელს მსოფლიოში, იმიტომ რომ აქ მთელი მსოფლიოდან არიან წარმომადგენლები, ტურისტული ორგანიზაციები და გამუდმებით შეიძლება დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენი ადამიანი მოდის ქართულ ტურისტულ კომპანიებთან, მათთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მათთან ახალი კონტაქტის დასამყარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიხარულოა. გამოფენის მასშტაბები მხოლოდ ვიზიტორების მასპინძლობით არ შემოფარგლულა. მთავარი აქცენტი ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე გაკეთდა. 3 დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ისეთ გლობალურ მედია გიგანტებთან და პლატფორმებთან, როგორებიცაა მაგალითად BBC და National Geographic. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრების საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად და იმ PR კამპანიების დასაგეგმად, რამაც სამომავლოდ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადების ზრდა უნდა განაპირობოს. შევხვდით ძალიან საინტერესო ინფლუენსერებს, ბლოგერებს, რომლებთან ერთადაც ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ჩვენი ტურისტული პროდუქტები, სერვისები კიდევ უფრო მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა გაიგოს, ასევე რა თქმა უნდა შევხვდით ტუროპერატორებს, რომლებიც საქართველოს შესახებ სხვადასხვა ტიპის პაკეტებს მოამზადებენ. ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოს და აჭარის ტურისტული პროდუქტები იყოს უფრო მეტად პოპულარული და მეტი ადამიანი ეწვიოს ჩვენს ძალიან ტურისტული შესაძლებლობებით მდიდარ ქვეყანას. ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლა ხან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ მივწვდეთ იმ სტუმრებს, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ, რაც სინამდვილეში მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიებს და ვცდილობთ მეტი ადამიანი მოვიზიდოთ საქართველოს ულამაზეს ქვეყანაში. ამჟამად ლუქსემბურგში ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. ჩვენ გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და რომელიც ბუნებრივადაც ძალიან ლამაზია. გვსურს ამ რეგიონის პოპულარიზაცია ღვინის ტურიზმის მეშვეობით. ჩვენი მიზანია დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი და გავუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავაზიაროთ გამოცდილება და ვუკავშირდეთ კოლეგებს და მომავალში ვითანამშრომლოთ. ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ისე პროდუქტის პრომოუშენისთვის, არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ინტერესი ზომიერად კარგია, შეგვიძლია ვთქვათ, მოლოდინები დადებითი არის. ნახოთ, იმედია ეს სეზონი კარგ შედეგებს მოგვიტანს. გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად რჩება, რასაც 2024 წელთან შედარებით ვიზიტორების 6.4%-იანი ზრდაც ადასტურებს. მზარდი მოთხოვნის ფონზე უფრო ხელმისაწვდომი ხდება საჰაერო მიმოსვლაც და დღეს ორ ქვეყანას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია კვირაში 19 სიხშირით ასრულებს. დამყარებული კავშირები და საერთაშორისო პლატფორმებთან დაწყებული თანამშრომლობა კი იმის საფუძველია, რომ მომავალ წელს ქვეყანამ მოგზაურთა კიდევ უფრო მასშტაბურ ნაკადებს უნდა უმასპინძლოს.